ბიბლიის მეცნიერული კვლევის საზოგადოება მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის წარმოგიდგენთ. იესოს ქართული სამოსელი. ყველა დროის ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული წიგნი. უმრავლესობა მას უწოდებს ბიბლიას. ზოგიც წმინდა წერილს. დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ ქართველებს გაგვაჩნია ორიგინალთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ნაშრომი მცხეთური ხელნაწერები. ბიბლიას გამოეძიებს მთელი მსოფლიო და ჰგონებს ვითარმედ აქვს ცხოვრება ის საუკუნოი მათ შინა. მაგრამ ამაოდ წიგნი გახსნილად არ ითვლება. გამოცხადება ამბობს, ეს წიგნი დაბეჭდული არის 7 ბეჭდით და შესაბამისად ამ ბეჭედთა ახსნის გარეშე წიგნი გაუხსნელიაო. 7 ბეჭედი სულიერი წერის 7 საიდუმლოა, რომლებიც წარმოადგენენ სულიერი წერის კონკრეტულ მეცნიერულ კანონებს. ამ კანონების ცოდნის გარეშე წმინდა წერილის სულიერ ინფორმაციათა კარი უბრალოდ დახშულია. 7 ბეჭედთაგან პირველი ბეჭედი ამავდროულად ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც დასახელებულია მამის ნებად, არის ჯვარცმა. ამას წმინდა წერილი მოწმობს. გარდა წმინდა წერილისა, იგივეს მოწმობს უფლის მიწერილი წერილი ავგაროს. ჯვარი ვიდრე ცხადყოფს ვითარმედ ნებსით გამეშვალე მასზედა. სახარება განმარტავს, ძეღმერთი არის სიტყვა. ესე იგი, უფალი და სიტყვა ერთი და იგივეა. დავიმახსოვროთ ეს ტოლობა, რომელიც ხშირად გამოგვადგება. როცა წერილი გვეუბნება უფლის ჯვარცმას, ამ ტოლობის გათვალისწინებით უნდა განიხილებოდეს სიტყვის ჯვარცმა. იხილეთ სიტყვის ჯვარცმის საიდუმლო. მივყვეთ წერილს, რომელიც გვასწავლის უფალს ორი ბუნება აქვს. ამ ტოლობის თანახმად გამოდის, რომ სიტყვას ორი ბუნება აქვს. იმისათვის, რომ აღმოჩნდეთ სიტყვის სულიერ ბუნებაში, მის სულიერ ინფორმაციებში, პირველი ბეჭდის თანახმად სიტყვის ხორციელი ბუნება ჯვარს უნდა ეცვეს. ამავე აზრს უფრო დაკონკრეტებით ამბობს პავლე მოციქული. მოჰკვედით ჯულისაგან ხორცითა მის ქრისტესითა, რაითა იყვნენ თქვენს ხვისა მის მკვდრეთით აღდგომილისა, რაითა ნაყოფი გამოიღოთ ღმრთისა. თუ ტოლობას გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება, რომ პავლე მოციქული გვეუბნება სიტყვის ხორცითა მოკვდითო. სხვაგვარად სიტყვის სულიერი ნაყოფის გამოღება არ შეიძლებაო. ესე იგი, სიტყვის ორი ბუნებიდან სულიერი ინფორმაციათა ნაყოფის გამოსაღებად სიტყვის ხორციელ ბუნებას ჯვარცმის კანონი ადევს. სწორედ ეს არის მამის ნება, ძის, ანუ სიტყვის ჯვარცმაზე. იგივეს უფალი ასე გვეუბნება. უმჯობეს არს თქვენ და რაითა მე წარვიდე. უკვე თუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის მცემელი იგი არა მოვიდეს თქვენიდან. პირდაპირ გვეუბნება უფალი. თუ სიტყვის ხორციელი ბუნება ჯვარცის კანონით არ წავიდა, ისე მამიდან გამომავალი სულიწმიდა არ მოგევლინებათ. ეს საკმაოდ რთული კანონი აღმოჩნდა, რადგან თითქმის 2000 წლეულია ამ კანონში გარკვევა კაცობრიობამ ვერ შეცვლა. მაგრამ ამავდროულად იმდენად მარტივი და გენიალური კანონია, რომ მომავალში ბავშვიც კი გაერკვევა რაში ყოფილა საქმე. პირველივე ბეჭდის საიდუმლოში გარკვევა ძირეულად ცვლის წმინდა წერილის ინფორმაციულობას. ამ ფონზე განვიხილოთ ყველასთვის ცნობილი ამბავი
იესოს სამოსელზე და შევფარდოთ მას ჯვარცმის კანონი. იესოს სამოსელის ირგვლივ საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული. დეტალებს არ ჩაუღმავდებით. მოკლედ შეჯამებულად აღვნიშნოთ. იესოს შეპრობამდე აცვია თავისი სამოსელი. შეპრობის შემდგომ ჰეროდე გამოუცვლის 60 და შეჰმოსავს იესოს ბრწყინვალე სამოსელით. ჰეროდეს შემდგომ პილატეც იესოს გამოუცვლის 60 და შეჰმოსავს მას მეწამული ქლამიდით. ჯვარცმის წინ იესოს კვლავ აცმევენ თავის სამოსელს. სანამ ანალი შეუდგებოდით, განვიხილოთ იესოს ორი ბუნება. კაცი გარდაიცვალა. სული წავიდა სასუფეველში. ამ წინადადების მიხედვით კაცს დაესმის კითხვა ვინ. სანამ სული და სხეული ერთადაა, კითხვა ასეთია. ვინ გარდაიცვალა? კაცი. სხეულის დატოვების შემდგომ სულს დაესმის კითხვა რა. რა წავიდა სასუფეველში? სული. წმინდა წერილი კონკრეტულად გვეუბნება. ღმერთი არის სული. თუ რწმუნებაში ვიქნებით ქართულ ენასთან, ანუ თუ რწმენა გვექნება ქართული ენის, მაშინ ეს ენა იესოს ხორციელ ბუნებას უსვამს შეკითხვას. ვინ არის იესო? ხოლო იესოს სულიერ ბუნებას უნდა დაესვას კითხვა. რა არის იესო? სახარება გვასწავლის იესო არის სიტყვა. კატეხიზმო ამას უფრო არამოებს და გვეუბნება იესო არის ღვთის სიტყვა. თუ ჩვენ ვაღიარებთ უფლის ორ ბუნებას, მაშინ მისი სამოსიც უნდა განვიხილოთ ორი ბუნებით. სწორედ ორი ბუნების აღიარება მოითხოვს იესოს სამოსელის მიმართ დაისვას ასეთი კითხვები. ხორციელი ბუნებით ვინ შეიპყრეს? ვის გამოუცვალა ჰეროდემ სამოსელი? ვის გამოუცვალა პილატემ სამოსელი? სულიერი ბუნებით რა შეიპყრეს? რას გამოუცვალა ჰეროდემ სამოსელი? რას გამოუცვალა პილატემ სამოსელი? ხორციელი ვინ ბუნების კითხვები იძლევა მიმართულებას იესოს ტანსაცმელზე. რა ბუნების კითხვები მიმართულია დამწერლობით ინფორმაციებთან. პავლე მოციქული გვიხსნის. ზრახვა იგი ხორცთა იმტერობა არს ღმრთისა. სწორედ ამის გამო გვეუბნება. მოჰკვედით ჯულისაგან ხორცით ამის ქრისტესითა. ანუ ჯვარცმის კანონი შეასრულეთო. თუ იესოს ვინ ხორციელი ბუნების შეკითხვებს ჯვარცმის კანონს დაუქვემდებარებთ და მოუკვდებით ვინ ხორციელი ბუნების აზროვნებიდან, მაშინ დაგვრჩება მხოლოდ სულიერი ბუნების კითხვები, რომელზეც ასეთი პასუხი უნდა გაეცეს. რა შეიპყრეს? ღმრთის სიტყვა შეუპყრიათ, რომელიც თავის სამოსელში იყო. რას გამოუცვალა ჰეროდემ სამოსელი? ებრაელმა ჰეროდემ ღმრთის სიტყვას გამოუცვალა სამოსელი. რას გამოუცვალა პილატემ სამოსელი? ბერძენმა პილატემაც ღმრთის სიტყვას გამოუცვალა სამოსელი. თუა განმარტოთ რა არის სიტყვის სამოსელი და როგორ ხდება მისი შეცვლა. სიტყვის სამოსელი არის ის, რასაც ჩვენ თვალით ვუყურებთ. სიტყვის ხილული ნაწილი, ანუ მისი წერილობითი ფორმა. ხოლო დამწერლობითი ფორმის შეცვლით არის შესაძლებელი ღვთის სიტყვას შეეცვალოს სამოსელი. აი, ბიბლიური ჯვარცმის კანონი სულიერ ინფორმაციათა ასეთ ნაყოფს იძლევა. ღმრთის სიტყვა, ანუ წმინდა წერილი, შემოსილი ყოფილა თავისივე დედანი დამწერლობითი ფორმით. ამ წერილისთვის ჯერ ებრაელ ჰეროდეს, ანუ ივრითს გაუძღია დედანის სამოსელი და ჩაუცვამს ებრაული დამწერლობის სამოსი, ხოლო შემდგომ
ბერძენ პილატეს გამოუცვლია და ჩაუცვამს ბერძნული დამწერლობითი სამოსელი. დღევანდელი მართლმადიდებლური სწავლება გვასწავლის ასეთ რამეს. ძველი აღთქმის უკლებლივ ყველა წერილის დედანი დაწერილია ივრითითო. ხოლო ახალი აღთქმის წერილების დედანი მათ ესახარების გარდა დაწერილია ბერძნულადო. ასეთ სწავლებას არ ეთანხმება წმინდა წერილის სულიერი წერის კანონები და ამბობს. წმინდა წერილის დედანი არ არის შესრულებული არც ებრაული და არც ბერძნული დამწერლობებითო. წმინდა წერილისეული ინფორმაციით იესოს თავისი სამოსელი ამჟამად განძარცვულია. ამ ეტაპისთვის კარგად დავიმახსოვროთ. არც ივრითს და არც ბერძნულ დამწერლობას წმინდა წერილის დედანი არ შეუქმნია. პირველი ბეჭდის საიდუმლო, ანუ ჯვარცმის კანონი ითვალისწინებს მამის ნების შესასრულებლად წმინდა წერილს ჩაეცვას დედანი დამწერლობის სამოსელი. ამიტომაა, რომ სახარების მიხედვით იესოს ჯვარცმის წინ აცმევენ თავის სამოსელს. ჯვარცმის შემდგომ სახარება გვაწვდის ასეთ ინფორმაციას. ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილი იყო მასზე და წიგნითა ბერძნულითა და ხრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ ესე არს იესო. სულიერი წერის კანონებით ბიბლიური კოდურის სიტყვა ხრომაელებრ ნიშნავს მართალს, ანუ მართალი დედანი დამწერლობით შესრულებულ წიგზია საუბარი. ინფორმაცია აქაც დაფარულია და ასეთმა დიდმა გენიალურმა საიდუმლომ გადაარჩინა წმინდა წერილის დედანი დამწერლობითი ფორმა და ენა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ იესოს სიტყვები მამის მიმართ. რამე თუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და განუცხადე ესე ჩვილთა. ნამდვილად დიდარს ღმერთი. რამე თუ ასეთი დიდი სულიერი საიდუმლოთი შემოგვინახა წმინდა წერილის დედანი დამწერლობა და ენა. ზედა წერილი აღნიშნავს ხორციელი დამწერლობით შესრულებულ წიგს. სახარების მიხედვით ასეთი წიგნი სამია. ბერძნული დამწერლობის, დედანი დამწერლობის, ებრაული დამწერლობის. ამ წყობაში შუა ადგილზე არის დედანი დამწერლობის წიგნი. აქეთ-იქით კი ებრაული და ბერძნული დამწერლობებისა. ჯვარცმის შემდგომ შუამყოფელს მართლაც ღმერთად აღიარებენ. ღმერთი იყო. დანარჩენი ორისთვის თვითონვე წმინდა წერილს აქვს მინიჭებული თავისი სახელები. ორი ძვირის მოქმედი ავაზაკი. პირველი ბეჭედი ჯვარცმა. ჯვარცმის კანონი მოერგება მხოლოდ დედანი დამწერლობის წერილს და დაადასტურეს, რომ ნამდვილად ღვთის სიტყვაა. ორ სხვა დამწერლობით ფორმას არ მოერგება და გამოაშკარეს, რომ ისინი ავაზაკებია. ახლა კი დადგა დრო, გავარკვიოთ, რომელი დამწერლობითი ფორმით არის შესრულებული იესოს თავისი სამოსელი. ამ თემაზე ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს უკვე აქვს მეცნიერულ დოკუმენტური ფილმი შექმნილი. შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე. მეორედ მოსვლის მთავარი ნიშანი. ამჟამად ამ ფილმით გაშუქებული საკითხის მხოლოდ მოკლე ნაწილს შემოგთავაზებთ. ღმერთმა იცოდა, რაც დაემართებოდა წმინდა წერილის დედან დამწერლობით ფორმას. ამიტომ წერილში ჩადო დაფარული დამწერლობითი კოდი. ადამიანის სხეულის მოწყობის მსგავსად, წმინდა წერილსაც აღმოაჩნდა მინიჭებული დამწერლობითი გენეტიკური საზომი. მოგახსენებთ, სად ჩანს ეს ინფორმაცია. მეორედ მოსვლისას ახალი ენით ახალ საგალობელს შეასრულებს 154,000. ახალი ენის გაგებას ვერავინ შეძლებსო გარდა 154,000-ისაო. ამ ახალ ენას გააჩნია თავისი საზომი. და ზღუდენი მისი 154 წრთაი საზომითა კაცისაითა.
გარდა ამისა არის ასეთი მითითებაც და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის გარდა მან თავადმან. საზომი 154 განსაზღვრავს სახელს. ეს სახელი არც ერთმა ენამ არ იცის. იცის მხოლოდ ერთადერთმა ენამ და დამწერლობამ მან თავადმან. ანუ იცის მხოლოდ ამ საზომის მფლობელმა ენამ. ეს სახელია ლაზარე. მხოლოდ ქართულმა ამბანმა დათვალა და გაატოლა სახელი ლაზარე 154-თან. ამ ტოლობით დასტურდება, რომ სახარებისეული ლაზარე ნამდვილად ქართული ენაა. შესაბამისად, სწორია ივანე ზოსიმე, როცა ბრძანებს. სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ქვია. რადგან მხოლოდ ქართულმა ამბანმა უპასუხა წმინდა წერილის საზომ რიცხვს. ამით გამოჩნდა, რომ ამ წერილის დამწერლობითი გენომი ქართულია. შესაბამისად, წმინდა წერილის დედანი დამწერლობითი სამოსელი არის ქართული. არსებობს ამ ინფორმაციათა გადამოწმების მექანიზმებიც. ამჟამად მოგახსენებთ ერთს. წმინდა სამების კანონი განსაზღვრავს, რომ ძე ღმერთს ჰყავს ერთი მომავლინებელი მამა. ჩვენი სწავლებით გამოვდის ასეთი რამ. ძე ღმერთის მომავლინებელი ერთი კი არა, ორია. წმინდა წერილის ერთი ნაწილი მოავლინა დამწერლობა ივრითმა, ხოლო მეორე ნაწილი მოავლინა ბერძნულმა დამწერლობამ. ეს აზრი, რომელიც ერთდროს კარგად შეითხზა, ეწინააღმდეგება წმინდა სამების კანონს. კანონი მკაცრად განსაზღვრავს. ღმრთის სიტყვას ჰყავს ერთი მომავლინებელი მამა. ეს კი უნდა გვესწორდეს ასე. წმინდა წერილის მომავლინებელი არის ერთი დამწერლობითი ფორმა. ჩვენ შეთხზულება ტყუილად არ გაგვიჟღერებია. ამ სიტყვას უკარნახობს სახარება. ჰეროდესა და პილატეს მიერ გამოცვლილი სამოსელი შემდგომ წერია. და შეთხზეს გვირგვინი ეკალთანი და დაადგეს თავსა მისსა. მსგავს შეთხზულებას უთითებს იოანე სახარება. იგივე ადგილზე ახალი ქართულით ნაწერ ბიბლიაში წერია. დაწნეს გვირგვინი. ალბათ უნდა გვესმოდეს, რაოდენ დიდი სხვაობაა სიტყვებში დაწნეს და შეთხზეს. ბიბლიური წერა გვეუბნება. ჰეროდესაგან და პილატესაგან ღმრთის სიტყვის თავს დადგმულა შეთხზულობის გვირგვინი. დიახ, შეითხსა, ანუ ზღაპრები მოიგონეს. აი, ერთ-ერთი ასეთი შეთხზულობა. ვითომ და ორიგინალში წერია მე ვარ ალფა და ომეგა. წესით და რიგით დედამ ხელნაწერში უნდა ეწეროს მე ვარ ანი და ჰოე. შეთხზულობა აბარა ალფა და ომეგა წერს და განმარტავს საზომს 144-ს. ამ დროს მას არ შეუძლია მიცეს განმარტება, რისი საზომია 144. მის შესაძლებლობებს ეს აღემატება. ვერც საიდუმლო სახელს ადასტურებს და ნამდვილად არ იცის, რის საზომს წარმოადგენს ეს რიცხვი. ფაქტობრივად, თავის დასაკლავი დანა ხელში უჭირავს. ერთის მხრივ ამბობს მე დავწერეო, მაგრამ ამ დროს ეს საზომი სულ სხვა ენასა და დამწერლობას უთითებს. იგივე დღეშია დამწერლობა ივრითიც. ამ ორ დამწერლობაზე კიდევ უფრო მეც ამბობს სახარება. ჰეროდე შეურაცხყო იგი და ერმან მისმან და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღვანეს პილატეს. და იქმნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღეთა შინა, რამე თუ პირველ მტერ იყვნენ იგინი.
ერთმანეთის ორი მტერი წმინდა წერილის სამოსელის გამოცვლამ დაამეგობრა. მაგრამ მათ მეგობრობასაც აქვს თავისი ბიბლიური სახელი. მეგობრობა ავაზაკობაში. სწორედ ისინია ორი ბიბლიური ავაზაკი. გარდაუვალია. ქართული ცნობიერება და სიტყვის ჯვარცმის კანონი გამოაჩენს, რომელიც ზედაწერილი წიგნი არის ღვთის სიტყვა და რომელიც ზედაწერილი წიგნი არის ავაზაკი. აქვე განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ. ერთი წუთითაც არ იფიქროს ვინმემ, რომ ჩვენ გძულს ებრაელები ან ბერძნები. ჩვენ ერებს და ეროვნებას არასდროს შევეხებით აუქის სიტყვით. მაგრამ სიყალბის მქმნელს და ბოროტების ჩამდეს ვამხელთ, თუნდაც ქართველი იყოს. ჩვენი შრომები მიმართულია დედანი წმინდა წერილის საჩვენებლად და მისი სულიერი წერის მექანიზმის ასახსნელად. წერილი 7 ბეჭედი ქართული სულიერი წერის 7 კანონია. ამ კანონთა ცოდნის გარეშე წმინდა წერილი გახსნილად არ ითვლება. კანონებში გარკვევა გაგვახსნევინებს წიგნს და შეგვაძლებინებს ქართული ენით სულიერი ინფორმაციის აღმოკითხვას. ასეთი რამ ყველა ერს ერთნაირად ჭირდება. ასე რომ, ყველა ერისთვის ერთნაირად საჭირო საქმეს ვაკეთებთ. ყველას გვსმენია ალბათ, იბერია გაბწყინდება. რამ უნდა გააბწყინოს იბერია? გრანდიოზულმა პროექტებმა? დიდმა მშენებლობებმა? მაღალ ტექნოლოგიურმა წარმოებებმა? ინვესტიციებმა? არა. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ღმერთმა საქართველოს არ გუნდა სულიერი მისია. იბერიის გაბწყინების მარცვალი ქართული ენის წიაღში დევს. სამწუხაროდ, ეს მარცვალი დღეს თვითონ ქართველებმა არ ვიცით. ჯერ უნდა ვისწავლოთ ჩვენ და შემდეგ უნდა ვასწავლოთ დანარჩენ მსოფლიოს. მომავალი მსოფლიოს მღვდელი და მასწავლებელი ქართული ცნობიერება იქნება. სწორედ ეს ცნობიერება გააბწყინებს იბერიას. სამყაროს წარმოშობის შესახებ დიდი შრომებია გაშლილი. NASA, CERN-ის კოლაიდერი და მრავალი სხვა სამეცნიერო ინსტიტუტი ემსახურება ამ საკითხის შესწავლას. გაჟღერდა აფეთქების თეორია. ჩვენ შემდგომ ფილმად წარმოგიდგენთ სამყაროს მოწყობის ქართულ ვერსიას, რომელიც ნაგარნახები იქნება ქართული ენიდან და იესოს ქართული სამოსელიდან. გაარწმუნებთ, აუცილებლად დაინახავთ, თუ რაოდენ არასწორია აფეთქების თეორია. ამასთანავე დაინახავთ, თუ როგორ ცდებიანი სამეცნიერო თუ რელიგიური საზოგადოებები სამყაროს მოწყობასთან დაკავშირებით. მაშინ ალბათ ყველა დაინახავს ენის სახით რა დიდი სიმდიდრე ჰქონია ქართველებს. ამ ეტაპისთვის ჩვენთვის აქტუალურია ღვთის სიტყვას ჩაეცვას თავისი დამწერლობითი სამოსელი, რადგან ჯვარცმის კანონს ემორჩილება მხოლოდ ქართული დამწერლობით შემოსილი წმინდა წერილი. ყოველივე ეს დაწერილია და რაც დაწერილია ახდება კიდეც. ღვთის სიტყვას ჩაეცმება თავისი სამოსელი და ყველა მიხვდება. რატომ უნდა მოხდეს განკითხვა ქართული ენით? ამ ენით იყოს ნება ღმრთისა. იესოს კვართი დედაკაც სიდონიას ჩაკრული აქვს უბეში და ისი არის დაფლული ცხეთაში. ეს ინფორმაცია ალბათ ყველა ვიცით. აი, სულიერი ინფორმაციის რა მარცვალიდებს აქ. ქართული ენის სიბრძნის მატერიალურ დონეს უბეში ჩაუკრავს ღმრთის სიტყვის სამოსელი და დაფლული არის აქ ცხეთურ ხელნაწერებში. აი იესოს თავისი ქართული სამოსელი. ყოველ შემთხვევაში
დღესდღეობით ყველაზე ახლოს მდგომი დედამთან. როცა ამ ხელნაწერებს გაეცნობით ახლოს და გაზომოთ სულიერი წერის მექანიზმებს, დადასტურდება, რომ ეს წერილი პასუხობს ჯვარცმის კანონს. ეს ყოფილა იესოს ფერჩი თითის ჩაყოფა. მაშინ ყველა აღიარებს. უფალი და ღვთის სიტყვა ჩვენი. თუ ფილმი მოგეწონათ და თვლით, რომ ეს უნდა ნახოს ყველა ქართველმა, მაშინ გააზიარეთ. ჩვენთვის ეს იქნება დახმარება, რათა ფილმი ცუდომადი გახდეს ყველასთვის. დახმარებისთვის წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ. აკრიბეთ Facebook-ზე მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის. მოიწონეთ გვერდი და იქონიეთ კონტაქტი ჩვენ ჯგუფთან.